და მაშკალაძეების ოჯახი. ნუგზარ მიქაძე იუბილარია 2017 წლის 17 ივლისს ღირსეულ სამტრედიელს 7 ათეული წელი შეუსრულდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის დირექტორს საიუბილეო საღამო გუშინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მასშტაბურად აღუნიშნა. ნუგზარ სად არის? მშობლიურ სასწავლებელში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დღის მეორე ნახევარში სამკითხველო დარბაზში შეიკრიბნენ, რათა ღვაწლმოსილი ადამიანისთვის საიუბილეო თარიღი მიელოცათ. ესაუბრათ მის მიერ სასახელოდ განვლილ გზაზე. საღამო გახსნა პროფესიული კოლეჯის დირექტორის მოადგილემ. კობა მანჯგალაძის საუბარს თან ახლდა ნუგზარ მიქაძის შრომითი ბიოგრაფიის ამსახველი ფოტოკადრების ჩვენება. კოლეჯის დირექტორი უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, მედლის მოქალაქეობრივი თავდადებისათვის მფლობელი, 2011 წლის სამტრედიის კოლორიტი, თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელი ადამიანი და მეგობარი ნუგზარ მიქაძე 70 წლისაა. ღირსეული მამის ღირსეული შვილი ეს სიტყვები მთელ საღამოს სლოგანად გასდევდა. ღონისძიების წამყვანისა და ცალკეული გამომსვლელების მოგონებებში ბუნებრივია დიდი ადგილი დაეთმო პოლიკარპე მიქაძის ღვაწლს აღნიშნული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განვითარების საქმეში. იქვე აღინიშნა, რომ სახელოვანი მამის ტრადიციას სასახელოდ მისი ვაჟი ნუგზარ მიქაძე აგრძელებს. ჩემგან პირადად და წარმატებებიდან 100 წლის თავზე ყოფილიყოს ერთად. კარგად დადებოდა. ვინ არის ნუგზარ მიქაძე? პროფესიონალი თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული დიდი ჯიხაიშელი, როგორც მეგობრები ახასიათებენ ავკარგიანი კაცი, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, მედლის სამოქალაქო თავდადების მფლობელი, 2011 წელს სამტრედიის კოლორიტი, 2012 წლის იმედის გმირების პრიზის მფლობელი, საქართველოს ათგზის ჩემპიონი ქალთა ფრენბურთში გუნდი ჯიკოს მთავარი მწვრთნელი. ეს არავინ არ ამბობს, ფრენბურთი უყარდაო ბატონ პოლიკოსო, აი გამოადგა მე გენეტიკა როგორია, ფრენბურთი ჩემპიონი 30 წელი გუნდს ავარჯიშებდა და ერთი სოფლის გუნდი აბჯერტურ ამდენჯერ 12ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ჯიკო, ხო, ჯიხაისის კოლეჯი და ეს არის გაუღალავი შრომა. თავიდან როცა გავდივართ, ახლა რა თქმა უნდა წაგება იყო, შეფერხებები იყო, მაგრამ 2002 წლიდან დავიწყეთ ჩემპიონობა. რა თქმა უნდა 9 გზის რომ გავხდით, შემდეგ 1 წელი ჩავივარდა და მე-10 მერე რა თქმა უნდა გავხდით 10 გზის. თქვა უნდა ნუგზარ მიქაძის დაუღალავი შრომით მოხდა ეს ყველაფერი. მარტო ჩვენ გოგონები რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მივაღწევდით. ერთი სოფლის მასშტაბით და ერთი სასწავლებლის მასშტაბით გახადო ამდენი გზის ჩემპიონი, ქვეყნის ჩემპიონი, ერთი სოფლის გუნდი, ერთი სასწავლებლის, ეს მართლა სასწაული მიღწევაა თან აბსოლუტურად ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. ენთუზიაზმზე თავიდან ბოლომდე. ვულოცავ და გარდა ამისა არა მარტო ფრენბურთში, ყველაფერში იყო ბრწყინვალე ადამიანი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვარ, მოვდივარ ყოველწლიურად, როცა ფინალია თბილისში, მივდივარ და ვესწრები და რა ვიცი, ბევრი მიგველოცოს. სამათეულ წელზე მეტია ნუგზარ მიქაძე სათავეში უდგას წარსულში ერთ-ერთ საჩვენებელ სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმს, რომელმაც 10,000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მოუმზადა ქვეყანას, რომელმაც წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რადიკალური ცვლილებები განიცადა. იყო პერიოდი სასწავლებელი აღარც ფუნქციონირებდა, თუმცა ნუგზარ მიქაძის აქტიური მცდელობით კოლეჯმა შეძლო აღედგინა ფუნქცია და ამჟამად დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის ბაზაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს. ბატონი ნუგზარი არის
რაღაც განსაკუთრებული ადამიანი. ბატონი ნუგზარი არის განსაკუთრებული ხელმძღვანელი. ბატონი ნუგზარის გადარჩენილია 90-იან წლებიდან მოყოლებული, თუ დღეს ეს ტექნიკუმი არსებობს. ეს არის უდიდესი დამსახურება ბატონი ნუგზარის, რომ სხვა სასწავლებლებში ისეთი როგორც ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარია, ისეთი მიზან დასახული კაცი, ისეთი მებრძოლი ადამიანი, როგორც ბატონი ნუგზარია, სხვაგანაც გადარჩებოდა სასწავლებლები, მაგრამ სამწუხაროდ სამტრიდის აი ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთადერთი სასწავლებელი არა მარტო სამტრიდია, მთლიანად საქართველოში, რომელიც ბატონმა ნუგზარიმ გადაარჩინა. ფას დაუდებელია მისი წვლილი აი ამ სასწავლებლის როგორც ხელმძღვანელის საქმეში და როგორც პედაგოგის, როგორც ამგზნელის. და მე სული და გულით ულოცავ ბატონ ნუგზარს და უსურვებ წარმატებებს და მე აღუთქვი დღეს ბატონ ნუგზარს, რომ აქ მივაღწევ იმას, რომ აქ შეიქმნას რეგიონალური სასწავლებელი გაცილებით უფრო უკეთესი, ვიდრე ეს იყო კომუნისტების დროს. გუშინ იუბილარს მიესალმნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სასწავლებლის ყოფილმა კურსდამთავრებულებმა, მათ შორის ნოდარ ანდრიაძემ, პროფესორმა რამაზ კილაძემ, ყოფილმა კოლეგებმა სენატიდან, ოზურგეთიდან, მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ, გამგებლის მოადგილეებმა დავით ბახტაძემ, ლიზა კრავეიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაზა ადეიშვილმა. ნუგზარ მიქაძე არის ჩვენი დროის გმირი, ამას ვამბობ გადაუჭარბებით. აი ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენ შვილები მომავალი თაობა და აშკარად უკეთესი საქართველო გვექნება. ეხლა ჩვენი მეგობრები კაცები და ხათების დღეს საქართველოში ყანწევს ჩუქნით, ბაკლებს და ჩვენი მეგობრობის ხიდი სპორტია და სპორტმა შეგვაყვარა ერთმანეთი და საჩუქრად შეურჩიე რამდენიმე წლის წინ გამოცემული სპორტის ენციკლოპედია. დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოგზალებული წვლილი შევიტანეთ ამ დღის აღნიშვნაში, სულ და გულით უერთებით აქ დამსწრე საზოგადოების მილოცვებს და უსურვებთ ყოველივე კარგს ბატონ ნუგზარს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, უამრავ წარმატებებს და უსურვებთ ასევე მომავალი თაობებისთვის, არაერთი თაობისათვის გადაეცეს მისი ცოდნა და გამოცდილება. იუბილარს სიურპრიზი მოუწყო მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა. ტორტი საფრემბურთო მოედნის ლოგოთი, საღამოს მხატვრულად აფორმებდნენ სამტრედიელი შემსრულებლები. ბატონ ნუგზარ, მე ბრძანდებით ღირსეული შვილი და მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ როდესაც დადგა ეს საკითხი, ყველა საოცრად გაუკვირდა. ნუ 70 წლის საკითხი ნამდვილად დიდხანს იცოდნენ. ჩვენ ჭირდები ჩვენ ქალაქს, ჩვენ ჭირდები ჭირდაჩენა ჩვენ სახელმწიფოს. და ბატონ ნუგზარს მართლაც შევისრულა კიდევ 70 წელი, კიდევ 7-იანი არის. ჩემთვის ბედნიერი ციფრი არის და მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. მაყოფილი ვარ იმით, რომ ასე მგონია, რომ ყველას უყვარვარ. რომ არ ვძულ ვარ, ეს ნამდვილად ვიცი. და მეც პასუხობ სიყვარულით. იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანი უსიყვარულოდ ალბათ ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს. მინდა რომ ეს სასწავლებელი დავტოვო იმ ფორმაში, როგორიც იყო ეს წინაწლებში. მინდა რომ კლავ ჩემპიონი გახდე. მინდა რომ ვალი რაც ამაქვს, ჩემი ხალხისადმი ეს ვალი დავაბრუნო. მე ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას.